ესეც ჩემი პირველი ზებრა და მისი უმარტივესი და უსწრაფესი რეცეპტი. 200 გრამ შაქარს ვუმატებთ 4 ცალ კვერცხს და კარგად ვთქვიფავთ. პარალელურად ვადნობთ 150 გრამ კარაქს, კუბებად დაჭრილი უფრო კარგად დნება. აი ასეთ მასამდე. კვერცხისა და შაქრის მასას ვუმატებთ ჯერ 150 მილილიტრ რძეს, შემდგომ კი ჩვენს გამბნელ კარაქს. ამის შემდეგ ვუმატებთ 300 გრამ ფქვილს და 1 სუფრისკოვს გამაფხვიერებელს. კარგად ავურავთ და ცომს გავყოფთ 2 ტოლ ნაწილად. ერთს დავამატებთ 20 გრამ კაკაოს და ცოტა ზეთს. ამოვურავთ და ორივე ფერი მზად არის. ფორმებში ვსვავთ შუაგულში, აი ასე, თითო კოვს. ნელ-ნელა კიდეებისკენ გავა ჩვენი ცომი და კიდეებამდე რომ გავა, უკვე მზად არის რომ გამოვაცხოთ. მე პატარა სამხატვრო სამუშაოებით ჩავატარე, თქვენ შეგიძლიათ ასე მოხატოთ. ვაცხობთ 180 გრადუსზე 40 წუთი. აი, ისეთი ფაფუკი გამოდის, ისეთი გემრიელი გამოდის, რომ ვერ აგიხსენებთ. დამსკდარი თავიც ჩემთვის საოცრად მადი საფუძვლად გამოიყურება. იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისე ამოვნებთ.